რამდენწლიან პატიმრობას შეუფარდებენ გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვნებს ალექსანდრე გაბაშვილი, დემეტრე ჩიქოვანი და გიორგი რიკაძე მოსამართლის საბოლოო ვერდიქტის მოლოდინში არიან. გაბაშვილსა და რიკაძეს ჯგუფურა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ედავებიან, რამაც სიცოცხლის მოსპოვა გამოიწვია. ასევე მათ ბრალა დედება ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა დანაშაული 14 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. რაც შეეხება დემეტრე ჩიქოვანს, მას 9 წლიანი სასჯელი ემუქრება. გამოძიება ჩიქოვანს ჯგუფურა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მომზადებას ედავება. ლიზი ვეკვა განაგზობს საუბარს პირდაპირ ეთერში ამ თემაზე. ლიზი, გისმენთ. 10 წუთზე ნაკლები რჩება იქამდე, სანამ გავიგებს თუ რა გადაწყვეტილებას გამოიტანს მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილი გიგა ავალიანის საქმეზე განსასჯელის სკამზე, როგორც თქვენ ახსენეთ, 3 არასრულწლოვანი იჯდება. ესენი არიან ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე და დემეტრე ჩიქოვანი. ალექსანდრე გაბაშვილსა და გიორგი რიკაძეს 14 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ, ხოლო დემეტრე ჩიქოვანს 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა და არასრულწლოვნების კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში მათ სასჯელი შეუმცირდებათ 1/4-ით, ანუ შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ რომეო ტყეშელაშვილი ალექსანდრე გაბაშვილსა და გიორგი რიკაძეს 14 წლამდე პატიმრობას მიუსჯის, მათ ციხეში 10 წლის გატარება მოუწიოთ, ხოლო რაც შეეხება დემეტრე ჩიქოვანსაც, მასაც 9 წლიანი სასჯელის შემდეგ რამდენიმე წელი დააკლდება და ციხეში გარკვეულ წლებს გაატარებს. ჩვენ პროცესის დაწყებამდე მოუდინების შესახებ ვესაუბრეთ გიგა ავალიანის დედას ეკა კუპატაძეს, რომელიც ამბობს, რომ საქმის მტკიცებულებების შემდეგ შედეგად მას აქვს იმის მოუდინი, რომ ამ საქმეზე მოსამართლე გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს. ეს ყველაფერი ვიცით, ასეც არის, რადგან წინა პროცესზე მაშინ როდესაც დასკვნითი სიტყვები და საბოლოო სიტყვები თქვეს მხარეებმა, რომეო ტყეშელაშვილმა სამივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო და ახლა მხოლოდ ის არის დარჩენილი, თუ რამდენი წლით გაუშვებს მათ ციხეში. ეკა კუპატაძეს მაქსიმალური სასჯელის მოუდინი აქვს. ის ამბობს, რომ გიგა ავალიანის საქმეზე სამივე პირი უნდა დაისაჯოს სათანადოდ, ასევე უნდა გაფართოვდეს დაკავებული ადამიანების წრე. ამას ადასტურებს პროკურორიც და ამბობს, რომ ამ საქმეში არსებული მტკიცებულებები მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ არასრულწლოვანებმა გიგა ავალიანი მოკლეს. მე ვფიქრობ, პროკურატურამ სრულად და ზუსტად მიიტანა სათქმელი სასამართლომდე, ჯერა მოსამართლის გონიერების და ველოდები მაქსიმალურ სახდელს შესაბამის ბრალში. თუმცა აქვე მინდა გითხრათ ის, რომ ადამიანურად მე ვერ ვიქნები თლად ობიექტური, რა თქმა უნდა ვარ სუბიექტური. ამ არასრულწლოვნება ჩემთვის დედამიწა გააჩერეს, წლების სიუხვე არაფერს არ შემიცვლის, მაგრამ მე ვარ კანონმორჩილი ადამიანი, ეს არის ჩემი სახელმწიფოს კანონმდებლობა, ვემორჩილები მას. გამამტყუნებელი განაჩენი დადგა მტკიცებულებების საფუძველზე, რომელიც გამოძიებაში შევკრიბეთ და გამოვიკვლეთ სრული მოცულობით სასამართლოს არსებითი განხილვის შედეგად. რაც შეეხება დღევანდელ პროცესს, დღეს მიიღებს სასამართლო გადაწყვეტილებას სასჯელის შეფარდებასთან დაკავშირებით. ეს არის ხდომა, რომელიც ცალკე ინიშნება არასრულწლოვანი ბრალდებულების გასამართლების შემთხვევაში. რაც შეეხება მუხლებს, 117 მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული ქმედება ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 10-დან 14 წლამდე ვადით, ანუ 14 წელი არის ის მაქსიმუმი, რომელიც ყველაზე მძიმე ბრალდების ამ კონკრეტულ ეპიზოდშია გათვალისწინებული. რაც შეეხება 225 მუხლის პირველ და მეორე ნაწილებს, უფრო მძიმე ნაწილი ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით. ალექსანდრე გაბაშვილისთვის, გიორგი რიკაძისთვის და დემეტრე ჩიქოვანისთვის გიგა ავალიანის საქმე არ არის ერთადერთი, რომელშიც ისინი ბრალდებულები არიან. გაუნდა სასამართლოს ხდომაზე სხვა საქმეებთან დაკავშირებით, დიგმის ეპიზოდთან და დიგმის ეპიზოდის ჩხუბებთან დაკავშირებითაც უნდა გამოაცხადოს მოსამართლემ გადაწყვეტილება. ეს ყველაფერი ეხება პროკურატურის მიერ გავრცელებულ ვიდეო კადრებს რამდენიმე თვის წინ, სადაც ჩანდა, რომ არასრულწლოვნები სხვა პირებს აყენებდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფას, გოგონას სახელით Facebook აკაუნტებს ქმნიდნენ, შემდეგ ამ ადამიანებს უკავშირდებოდნენ და უწოდებოდნენ ფიზიკურად და სწორედ ამ ყველაფერთან დაკავშირებით უნდა იმსჯელოს დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა და დაახლოებით 5 წუთში უნდა გავიგოთ თუ რა განაჩენს გამოუტანს ის არასრულწლოვნებს.